მოგესალმებით თამარ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და თავისუფლებად სოლიდარობას ინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს საქართველოში, რომელთა რიცხვიც ერთის მხრივ მატულობს და არავინ არ თავისუფლდება. ამ შემთხვევაში ხო მე გუშინ ვაპარაკობთ სხვა შორის თქვენ კოლეგასთან მერაბ მეტრეველთან, რომ მაგერ ეს ლილოშვილი დაიჭირეს ამ იმას კოლცენტრების საქმეზე, სად არის ის კოლცენტრები რის საქმეზეც დაიჭირეს თქო და აი წამოიწია ეს ამბავიც, მე რა ვიცი კოცებს ურჩევდი რომ ახლა სისხლიან 9 წელს მე ამატონ ისა რა ვიცი შავბნელიან ბნელეთის 15-14 წელი. იმიტომ რომ ეგრე ახლა გამოდის რომ ესენ რაღაც სხვა ხალხია, ანუ ესე ამ სიგიჟეში ვცხოვრობთ რომ რა ვიცი დავიჯეროთ რომ ისა რა ქვია ბოდიშვილი ირაკლი კობახიძე არის ხო? დანაშაულთან გვაქვს საქმე ჩვეულებრივად ეს არის ორგანიზებული კატასტროფა არის ხა რა ვიცი. ოღონდ აი აქ პასუხისმგებლობა ხა ამის ახსნას არ დავიწყებ ხო ხა ეს თბილისი პატარა ქალაქია, საქართველოს პატარა ქვეყანა, ეს პატარა საზოგადოება, ყველამ ძალიან კარგად იცის რითი იყვნენ დაკავებული ძმები მიქაძეები, ყველამ ძალიან კარგად იცის რა სიბინძურის სათავეში იდგა ოთარ ფარცხალაძე, ყველა სიბინძურის შავბნელი ბოროტება რაც უკანასკნელი წლების მანძილზე ამ ქვეყანაში ხდებოდა ყველაფრის უკან ოთარ ფარცხალაძე იყო. ყველაფრის უკან ოთარ ფარცხალაძის სახელი იყო. ოთარ ფარცხალაძეს ერთი წუთი ხელისუფლება დაესიზმრებოდა ქალბატონო თამარ რო არა ბიზინა ივანიშვილი. საერთოდ ვინმე სადმე გააკარებდა რაიმე საპასუხისმგებლო თანამდებობას ამ რაღაცა 90-იანებიდან აღმოცენებულ იმას რა ქვია ჯოჯოხეთის მაშხალას. ვინმე გააკარებდა ხელისუფლებას? რა თქმა უნდა არა. გრიგოლ ლილუაშვილი რა ვიცი ჩემი კომპანიის დირექტორი იყო მანამდე სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა. მე დავნიშნე სუსის უფროსად, მე ჩავაბარე საქართველოს უსაფრთხოება ამ კაცს. ირაკლი კობახიძე არის ხო ის კაცი, ვინც რა ვიცი დარაზმული ყავდა მთელი თავის უმრავლესობა და ყველა ამ ხალხისთვის ხმა აქვს მიცემული. ყველა ამ ხალხზე იძახდა რომ ფული რო წინ დაუდო ხვირცი, იმაზე არაფერს იმის რა ქვია, არავინ ხელს არ მოკიდებსო. ეს ლილუაშვილი არის ხო? ეგ კაცი, ეს ფარცხალაძე არის ხო? ესენი არიყვნენ და ამათ უკან ეს მიქაძეების ამბავი რა ეხა გუშინ გაიგო ვინმე მართლა და დღეს გაიგო და მართლა მე გამოძიების შედეგია, რომელიც ლოგიკურად მივიდა აქამდე რომ თურმე ეს გათახსირებულები აი რასაკეთებდნენ. არა რა თქმა უნდა, კრიმინალური სინდიკატი ერთის მხრივ და კორუფციული ჭაობი არის მოდუს ოპერანდი. აი დღეს რო 70 წლის იუბილე შეუსრულდა და რაღაცა სტალინურ ჯოჯოხეთს რო ხედავთ იმედიდან დაწყებული რაღაცა იმე მუნიციპალიტეტებით გაგრძელებული რო რაღაცა ამას ულოცავენ, ეს კაცი ამის უკან. ეს კაცი დღეს ისევ რომ ამ ქვეყნის მართველია, ამ კაცის ბრალია ოთარ ფარცხალაძე, ამ კაცის მოყვანილია გრიგოლ ლილუაშვილი, მისი გარემოცვა სამსახურიდან წამოიყვანა, კომპანიიდან წამოიყვანა. მისი ხალხია ეს ყველანი. ეს სისტემა ორგანიზებული დანაშაულის საერთაშორისო ტრანსნაციონალური თაღლითური სქემის სისტემის მფარველი. ოთარ ფარცხალაძე შუამავალია აქ. უბრალოდ შემსრულებელია, შავი ხელებია. თორე აღარ ვინმეს ჯერა მართლა ამ ქვეყანაში. ერთი კაცი მანახეთ, ვისაც ჯერა გულწრფელად, რომ ოთარ ფარცხალაძე რამეს ბიძინა ივანიშვილის გარშე აკეთებდა. კი ბატონო და ისევე როგორც ოტიკო რამეს აკეთებდა თითქოს. დიახ, ისევე როგორც ირაკლი კობახიძე, რომელიც ახლა სხვათა შორის პარლამენტში ტრიბუნასთან დგას და მიგრაციაზე საუბრობს, შობადობა რომ შემცირდა საქართველოში ამაზე წუხს და ერთ სიტყვას არ ამბობს იმაზე, რაც ხდებოდა, ხო და თითქოს რაღაცა მართლა სხვა ხელისუფლება მოვიდა და ისინი სხვაგან იყვნენ და მაგ ტრიბუნაზე იდგა ქალბატონ თამარ. დიახ კი და ტარს უკრავდნენ ერთმანეთს. მაგ ტრიბუნაზე იდგა, როცა ნდობას უცხადებდა. კი ბატონო, მაგ ტრიბუნაზე იყო ნდობას რო უცხადებდა. მაგ ტრიბუნაზე იდგა ხოლმე ხშირად და გამოვიდოდა, როცა ჩვენი კოლეგები იქ არის რა ქვია, გვერდზე იმაში ლოჟაში მსხდო მთავრობის წევრს, მათ შორის გრიგოლ ლილუაშვილს პირში ეუბნებოდნენ სათქმელს და ეუბნებოდნენ, რომ ისინი არიან კრიმინალები, დამნაშავეები, ტრის აგენტები, რომ ისინი მფარველობენ ამ ყველაფერს. ეს ხო ახალი არ არის. სულ ახსენებ, არ შეიძლება ამის დაკარგვა არ არის ჩემი თანაპარტიელი, მაგრამ ლევან ხაბეიშვილს ამას ვერ დაუკარგავ. ლევან ხაბეიშვილი არის ხო ის კაცი ერთ-ერთი ყველაზე კვეთრად და მკაფიოდ ვიც ეძახდა ხოლმე ამ ხალხს. რა ანანასრიშვილი არის ხო იქ ვიც ეძახდა ამ ხალხს, რომ ესენი არიან კრიმინალები. ნამაში რა ხან ხელჩართულ ბრძოლას იღებდნენ და გზნებარე გამოსვლებს ამ იმისი რა ქვია, კობახიძის მაგ ტრიბუნას რომელზეც დღეს დგას, რომელიც ამათ ხელს აფარებდა, იცავდა და რაც ყველაზე მთავარია, ნდობა გამოუცხადა, ანუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ირაკლი კობახიძეზე რომ ეს ხალხი იქ არიან. ყველა დანარჩენი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილზე არის. ეს ქვეყანა ჩალით ხო არ არის დაფარული მართლა და მართლა კაცო. ეს ქვეყანა
მართლა კი ბნელეთი ხო არ არის ხარა? არა, ამაში ვცხოვრობთ. ეს ორგანიზებული დანაშაული სინდიკატმა ფეხი მოიკიდა ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს ამის საშუალება მიცა ბიძინა ივანიშვილმა. როგორც მისმა შვილობილმა ღარიბაშვილმა გადახრა ეს ქვეყანა თავის მთელი მინისტრთა კაბინეტით. აი ის გააკეთა, იგივე გააკეთა იმანაც. კი ბატონო და აუცილებლად მინდა ორი კითხვა ორ თემაზე უბრალოდ მინდა თქვენი აზრი მოვისმინო. ერთი ეს არის წამების კომიტეტის დასკვნა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და ეხება სწორედ იმ ნოემბერ-დეკემბერში საზარელ შემთხვევებს, რაც გადაიტანეს ჩვენმა მოქალაქეებმა, მშვიდობიანმა მომიტინგეებმა. როგორ ფიქრობთ, აი ამისთვისაც რაფას გადაიხდის ქართული ოცნება, ისევე როგორც ქიმიური მოწამვლის საქმეზე ჩვენ ვიცით, რომ მოსკოვის მექანიზმი ამოქმედებულია და იქნება თუ არა ის შედეგი, რაც ეკუთვნის ასეთი ტიპის ხელისუფლებას, რომელიც ასე ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, ცოტა ხნით რომ შევეშვათ იმას, რაზეც მანამდე საუბრობდით ორგანიზებულ დანაშაულს თუ აი ამ მთელ სისასტიკეს. ქალბატონ თამარ, იცით რა არის? საერთაშორისო თვალსაზრისით მე არ ვიცი, რა თქმა უნდა, ესეც ხო გამოხმაურება არის იმისა, რომ აი ჩვენთან პარტნიორები ის სამყარო, რომელიც სამყაროს ნაწილადაც ჩვენ გვინდა რომ საქართველო იყოს, ხო? ცივილიზებული სამყარო, სადაც ადამიანის უფლებები, ინდივიდუალური თავისუფლებები დაცულია, სადაც თავისუფალი ეკონომიკური ბაზარია, კეთილდღეობა არის, ამ სამყაროს ნაწილი გვინდა, როდესაც ვლაპარაკობთ რაღაცა დასავლური ცივილიზაციის ციაში დაბრუნებაზე, მაგრამ მთავარი რაღაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფასი ამ ხალხმა ეს ხალხი რეალურ ფასს გადაიხდეს მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოების უმრავლესობა გადავა მოქმედებაზე. დღეს უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობა არ არის მოქმედებაზე გადასული და ქართული საზოგადოების აი ჩემი მთავარი ამოცანა დღეს და ჩვენი მთავარი ამოცანა ჩემი აზრით პოლიტიკოსების და ლეო ძლიერ საქართველოს გათავისებული გვაქვს. დღეს არის რომ ქართულ საზოგადოებასთან ლაპარაკი, ჩვენ თანამოქალაქეებთან ლაპარაკი და იმაში მართლა რაღაცა ქმედების სურვილის, ქმედების мотиваციის და ენერგიის გაღვიძება, იმიტომ რომ სხვა ვერავინ ვერ გვიშველის ხალხო. ვერავინ ვერ უშველის ამ ყველაფერს გარდა ჩვენისა. ჩვენ ლაპარაკობთ სისტემურ დანაშაულზე, წამებაზე, ხო, როდესაც 300 კაცი იძახს ერთი და იგივეს, რომ ერთი და იგივე რაღაცა მაშუტკაში გაიყვანეს და 15 კაცი აი ახლოს სიკვდილამდე მიყავდათ ცემაში. მე აგდებდნენ ვიღაცა კაცი ყავდათ, ვინც ამას უკონტროლებდათ. ეს არის წამება. ამ წამების მსხვერპლი ყველა თქვენთაგანის, ვინც ახლა ტელევიზორს უყურებს, ყველა თქვენთაგანის შვილი შეიძლება იყოს. ყველა თქვენთაგანი შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მსხვერპლი. როგორც შეიძლება თქვენი შვილები იყოს მსხვერპლი ვიღაცა ოპერმუშაკების, რომელიც დღეს ყოველდღიურობა არის, ეს რაღაცა მოთარეშე ისენი რა, ბანდებივით რომ დადიან ოპერმუშაკები და აგერ 16 წლის ბავშვი დაატერორეს, ხო, მამის გაუპატიურებით დაემუქრენ, თითების დამტრობით, წამებით, ცემეს, გალახეს. ეს გახდა ნორმა ქართული ოცნების პირობებში და არ ვიცი ვის უნდა რომ ეს ამ ნორმაში იცხოვროს. ვის გონია დღეს ხოცების მხარეს არის, რომ მას არ შეეხება. აღიარო უნდა, ჩემი ლეგიტიმურობა უნდა აღიარო წინა. არა, იცი ისი თქმა მინდა, აი სანამ ერთ ფრაზით დავამთავრებ, თუ შეიძლება რომ ვინმეს თუ გონია რომ დღეს რადგან ან ჩუმად არის, აი ეს რაღაც ხო ძველი საბჭოთა ნათქვამი იყო, დასულ ადამიანებს გამიგია ბევრჯერ და სულ მეგონა რომ რაღაც იდიოტიზმთან მქონდა საქმე, ხშირად გამიგია რომ აი რაღაც დასულ ადამიანს კაც რო კითხავ რომ როგორ ახარ და ადრე ძველ დროში ეს იყო რომ ჭკვიანად პასუხობდა. ეს ძველი საბჭოთა გამოძახილია. ეს სენტიმენტები არცად არ გამქრალა საქართველოში და ძალიან საშიშად ბრუნდება. აი ამაში ვარ შიშის სისტემაში. ვინმეს თუ გონია დღეს რომ დაალაგებულია კარგად არის, ჩუმად არის, ქოცია და ამიტომ არ შეეხება, აგერ შეხედოს ოთარ ფარცხალაძეს, შეხედოს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს ვირისაბანოშია, შეხედოს გრიგოლ რილუაშვილს, ისინი ხო ღმერთები იყვნენ ქოცური სამყაროს. მაგრამ როდესაც დასჭირდა პატრონს ერთკაცი ერთმართველურ სისტემაში, ერთპიროვნული მართლობის სისტემაში, ციხლის სახეში დააჭირა და გასრისა, ბოლომდე გააფუჭა, არარაობად აქცია, ტვრად გადააქცია. ესე იქნება ყველას ბედი, მით უმეტეს ისეთი ადამიანებს, რომლებსაც ის მდგომარეობა არ აქვს, რაც ლილუაშვილს აქვს, არ ვიცი, სხვას აქვს და სხვას, მაგალითად ბატონ ბაჩიაშვილს, რომელიც ივანიშვილის ხო მარჯვენა ხელი იყო, ყველას გადაუვლის და ესეთი სისტემა არავის არ დაინდობს, თავის მოქალაქეებში არავის არ გამოარჩევს. აი ამ ზღვარზე მისულები ვარ და უბრალოდ რა ვიცი, ყველა მინდა რომ დაფიქრდეს, არ მინდა რომ არავის რაღაცა უბრალოდ დამატებით შეურაცხყოფა მეყოლა, უბრალოდ მინდა რომ ყველა დაფიქრდეს, რაში ცხოვრობთ ხალხო, ამაში რატო გინდათ იცხოვროთ, ამას რატო ეგუებით, რისი იმედით ეგუებით, რომ თქვენამდე არ მოვა თქვენამდე, მივიდა ყველამდე, 30-იან წლებში ყველამდე მივიდა, დღესაც ყველასთან მოვა, იმიტომ რომ სხვანაირად ეს სისტემა არ არსებობს ხალხო და ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიღვიძოთ, რუსთაველზე 200 კაცს და 1000 კაცს და 10000 კაცს ჩაბადობით რკევნა შევატოვოთ ეს ქვეყანა, არ არის ეს კარგი ქვეყანა, არ არის, რამდენიც არ უნდა გიჩიჩინოთ, საზიზღრობა ამაში ქვეყანა, 16
11 წლის ბავშვს რო შეიძლება და უბრალოდ ქუჩაში გამოსვლის გამო მამის გაუპატიურებით დაემუქროს ვიღაცა ნაძიღრალა, იმიტომ რომ ქსივა უდევს ჯიბეში. აი ეს დრო დაბრუნდა, ქსივების დრო დაბრუნდა, მანქანების ჩხრეკის დრო დაბრუნდა. საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ ხალხო? სასამართლოს ეზოში, რომელშიც ჩვენ ერთი ზედმეტი სიტყვა რო ვთქვა, თავპირი დამამტვრიეს, ერთი სიტყვის გამო თავპირი დამამტვრიეს. პირადად მე და რა ხდება იქ კი იცით. სასამართლოს ამ ეზოში ორი კრიმინალური კლანი გუში დედის სისხლს აგინებდა ერთმანეთს. სახებს ალეწაოდა და პოლიცია გვერდზე იყო გაწოლდა უბრალოდ წევდა. ამაში ცხოვრობთ და რატო გინდათ ამაში ცხოვრება? ეს გაუგებარია. ყველასთან მოვა, ყველას კარებზე დააკაკუნებს ეს. ეს ყველას უნდა ესმოდეს უბრალოდ. ამას იმით კი არა, კი ვიწყევლები უბრალოდ მოცემულობაა.